ჟურნალისტი, რომელიც ჩემს დაბადებამდე აკეთებდა თავის საქმეს და გადმოსცემდა ჩემი ხალხის ხმას, აზიარებდა ყველა ადამიანის ტკივილს, ვინც ჩემს რეგიონში ცხოვრობს და ჩემი დაბადების შემდეგაც ამას აგრძელებს და ახლა ისჯება იმისთვის, რომ არის თავისუფალი და რეალურად იბრძვის თავისუფლებისთვის, მასთან მის გვერდში დგომა ჩემთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ დღეს ღამე ჩამოვედი თბილისიდან, რათა მზია სასამართლოს დავესწრო და ჩემი მხარში დგომა ასე მაინც გამოუცხადა, იმიტომ რომ რეალურად სხვა ბერკეტი ძალაუფლების მე არ გამაჩნია იმის გარდა, რომ უბრალოდ მზიას გვერდით ვიყოს და ჩემი აზრით განსაცდელი არა, მინდოდა მეთქვა განსაცდელი ჟამსმეთი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი აზრით მზიამაღლებელი არის გამარჯვებული თავისუფლების სიმბოლო და რაც ყველაზე მთავარია და რაც ყველაზე მეტად გვიჭერს ქვეყანაში თავისუფალი მედიისა, თავისუფალი სიტყვის სიმბოლო, ამიტომ თავისუფლება მზიას. თავისუფალი მედიის არსებობა ჩემი აზრით არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რეალურად მასმედიაში მე როგორც უბრალოდ მოყვარული და ადამიანი, რომელიც თვალს ადევნებს ამ ყველაფერს, შევნიშნავ ხშირ შემთხვევაში მიკერძოებას და ნეტგაზეთი იყო, ნეტგაზეთი და ბათუმელები ამ შემთხვევაში იყო ამ წლების მანძილზე ჩემი აზრით მიუკერძოებლობის სიმბოლო, ამიტომაც თუ რაიმე სატკივარიან რაიმე გასაჟღერებელი მქონდა და მინდოდა რომ ხალხის ხმა მიმეცნინა, ხშირად ვაგზავნდი ნეტგაზეთთან ან ბათუმელებთან და ყოველთვის იყო მიუკერძოებელი და ზუსტად ისეთი რეაგირება, როგორც მოლოდინს უნდა ხონდეს თავისუფალი მედიის არსებობის შემთხვევაში და ეს არ არის ერთი ადამიანის ტრაგედია, რომ მზიამაღლებელი ახლა რეალურად ჯარდობულის სკამზეა, ეს არის მთელი ქვეყნის ტრაგედია, იმიტომ რომ თუ მზიამაღლებელი გაქრება მთელი თავისუფალი მედია, რაც ნიშნავს იმას, რომ შემდეგი განსაცდელი ჟამს არ გვეყოლება არავინ, ვინც ჩვენს ხმას გააჟღერებს და ყველაფერი ისე ჩუმად და მიჩქმულად მოხდება, როგორც ახლა ამ სასამართლო დარბაზში ხდება, სადაც უკვე არც აუდიო ჩაწერა შეიძლება, არც ვიდეო გადაღება შეიძლება და არც ამბის გაჟღერება შეიძლება. ამ პატარა ნიუანსებით იწყება ჩვენ თავისუფლების შეზღუდვა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და თუ იმას დავუშვებთ, რომ ამ შეზღუდვებმა უკვე სასამართლოს კარის გარეთაც გამოაღწიოს, ჩვენ უბრალოდ ინფორმაციულ ვაკუუმში მოხვდებით, სადაც ჩვენი თავისუფლება შეიზღუდება.